შვიდობა. როგორ ახართ? ცოცხალი ხარ, ცოცხალი. დიდება გქონდეს უფალი იესოს. მადლობა ღმერთს. გაგვითენდა დღევანდელი დღეც. გვაჩუქა უფალმა დღევანდელი დღეც. შეიძლება ვიღასთან თქვას, რაი ჩემა კაცო. შენ რო იცოდე სიცოცხლის ფასი. შენ კი არ გეუბნები ვიღასაც ვეუბნები, ვინც ასე იფიქრა. ჩვენ რო ვიცოდეთ რა ძვირფასია სიცოცხლე. იმას არ იფიქრებდი. მაგრამ ვინც აფასებს სიცოცხლეს, ის სიტყვის დიახ უფალო. მადლობა შენ. დღევანდელი სიცოცხლისათვის დიდება შენ სახელს. იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ გაუჩნდა დღევანდელი დღევა. ამიტომ შენ გაგიმართლა. შენ ჩაგივარდა დღევანდელი დღის ჯეკპოტი, ამიტომ განადიდე უფალი. უფალმა გაკურთხოთ. ცივიყავა. ეხლა დღეს ჩემო მეგობრებო ძვირფასო ძმებო დებო ნაცნობებო მინდა კიდე ერთ საკითხს შევეხო და ვისაც არ გესარებათ ვისაც გინდათ გიყვართ ერთწუთიანი და ხუთწუთიანები დიდი ბოდიში შეიძლება მარტო მადლობა ღმერთს რომ გაგვითენდა ამას მოусვინა და მე გადადასკროლდა ვისაც გაინტერესებდა რა თემა მოვაძვრინე ამ დილას ამასაც გაიდგებ ახლა ერთ წუთში ჩემი შპარგალკა ვიყო ერთი აქ ხო ამისანა შეკითხვა აქვს ბევრს უფრო მეტად ეს შეკითხვა უჩნდებათ ვინც არის ის სიმართლე იმიტომ რომ შეკითხვიდან ჩანს ვინ არის ის ანდა აინტერესებს იმ კაცს მაგალითად იყო დრო როცა მე მაინტერესებდა ეს რა იყო სიკვდილის მერე რა არის სიკვდილი როცა კაცი კვდება მერე რა ხდება იქ ზოგს ძალიან ბევრი არ ეთანხმება რომ ფიქრობენ ძალიან ბევრი მომისმენია ახლობლებისგან შორეულებისგან როგორ არ ეთანხმებოდნენ არა კაცო მე როგორ უნდა მოკვდე მე როგორ უნდა გავქრე ასკია რაღაც გავიზრდები და დავმოხუცდები და любой დრო იყოს მოვახო ჩემი დროს ხო კვდება ყველა მარჯვ მარცხნივ წინ უკან ყველა საპირლებზე მივდივართ ხედავთ კუბოში კაცი წევს მარხავენ და მერე всё დამთავრდა ყველაფერი ამით რა აზრი გქონდა ჩემ ცხოვრებას რატომ დავიბადე ცხოველი ვარ ცოდო არა ვარ ბევრი ამბობდნენ ვერ ვეთანხმებოდიო შიგნით რომ მე მოკვდები ვიცხოვრე რაღაცა რამოდენიმე წელი და დამთავრდა სწორიც არის იმიტომ რომ ადამიანი არის სული და ეს სული ჩვენ სულები ვართ ამ სხეულებში და მოდის ამ სხეულის დრო რაღაც განკუთვნილი დრო და ყველანი გავდივართ ამ სხეულიდან და ზოგს გონია რომ ყველაფერი მთავრდება ამით გაქრა მაგრამ ბიბლიას არ გვასწავლის ძალიან კარგი შეკითხვა არის და ამას მინდა უპასუხო იმდენად რამდენადაც მე მესმის მე არ ვლაპარაკობ რომ ყველაფერ ამაზე მე პასუხს გავცემ მაგრამ რაც წამს რაც ვიცი და რაც სახარებიდან წამიკითხავს აი ამას შემოკლებით ვიტყოდი ძმებურად ხო
მოკლედ დაბადების 2:17 ღმერთმა რო უთხრა ადამს აი ყველა ხის ნაყოფიდან ჭამე ყველაფერი შენია რასაც ხედავ სანამდე შენი თვალი მიწვდება რასაც ნახავ ყველა ხილი რაც გინდა რას მოგეწონა შენია მაგრამ აი ამ ერთს და მიუთითა იმ ერთს ის არ იყო არც ვაშლი არც მცხარი ჩვენ არის ის რა იყო უბრალოდ ერთი რაღაც ხილი იყო ღმერთმა უთხრა ამას არ შეხო კი არა არ შეჭამო არ იგემო როგორც კი შეჭამთ ასეთი სიტყვები თქვა ღმერთმა სიკვდილით მოკვდებით ხოლო მე ვიცით რომ მოსუნცულდა ის მოსრიალდა ის უწმინდური და როგორ გადატეხით მოუტანა ევას ადამიანთან არ მისულა ის ევასთან მივიდა იმიტომ რომ ადამი უფრო ძნელი იქნებოდა იმიტომ რომ ეს გამოცხადება ეს სიტყვა ცოცხალი სიტყვა ღმერთმა ევას კი არ უთხრა ღმერთმა უთხრა ადამს ეს იყო ადამიანის რემო ცოცხალი სიტყვა ხოლო ევას ჰქონდა ლოგოსი ეს გადმოცემული დაწერილი მოსვენი სულერთია ცოცხალი სიტყვა ღვთის ბაგიდან გამოსული სიტყვა რაც გაიგონა ეს იყო ადამი და ადამიანთან კი არ მივიდა ის ევასთან მივიდა მაგარისლა გააკეთა იმანას სატანამაც და უთხრა მართლა გითხრა თუ ღმერთმა რომ არ მოკვდებით ღმერთის სიტყვას დასცინა ეჭვი შეეპარა აროსვინოზე გასახმარეს მას არ უნდაო რომ თქვენც ღმერთებივით იყოთო ღმერთი დაუხატა რაღაც ნაირად ლამაზად მოხერხებულად გადატანით რომ ღმერთი ეგოისტია ღმერთი ბრძენია ყველაფერი იცის ეტილი და ბოროტი და არ უნდა რომ თქვენს ყველაფერი იცოდეთ ბოროიები იყოთ უნდა რომ იყოთ და ისე დადიოდეთ ტიტლიგანები მე კი გეუბნებით რომ არ მოკვდებით იესო ხო თქვა ის ტყუილის მამა ისია სიბა კატონიები მიყვარს ფისუნიები ხო და მოატყუილა მოკლედ უთხრა ღმერთმა უთხრა სიკვდილით მოკვდებით სატანამ უთხრა არა არ უსმენ გასაკვირს არ მოკვდებით არამედ იქნებითო ღმერთებივით ბრძენი კეთილი და ბოროტის შემცნობი ყველაფერი გესოდინებათ ღმერთივით ხო და ვიცით რომ ის როშას შეხედა ევამ იძლეოდა სიბრძნეს სასიამოვნო იყო საჭმელად ცოდვა არასეს არა საზიზღარი შესახედავი თუ რა არის ის ლამაზია ბრწყინავს ცოდნას იძლევა ვისაც ცოდნა უყვარს ის ცოდნა კარგია მაგრამ აპასნისაა იმიტომ რომ ცოდნა მას შეაცდინა ევა და პავლე ამბობს ცოდნა აამაყებს ვინც იცის თავს წერს ეზრდება რაღაც კისერი მაღლა შირაფივით და მე ზევიდან უყურებს ყველას დასცენ რასა რა იციან ამათმა უწიგნური ლუსამბოს გრამატიკა არ იცის და თავი სიამაყეას წმინდა წერილი ამბობს ცოდნა ამპარტავნებს და რაც ამპარტავნებს ცოდნა იყოს და ხელოვნება იყოს თუნდაც ის იყო ჭუის გოლები ცოდნა ამპარტავნებს ამპარტავნობა კი ღმერთს ძულს და ღმერთი ამაყთან კავშირში არ არის
თამდაბლებს აძლევს მადლს. ღმერთი ამახს ეწინააღმდეგება. დავიმახსოვროს მეგობრებო. მე მარტო თქვენ კი არ გეუბნებით, მე თქვენთან რომ ვლაპარაკობ, მეც მახსენდება ეს და ჩემს მიმართ კიდევ ეს სიგნალი. ღმერთს სულს ამაყი. ღმერთი არ მეგობრობს ამაღთან. ბიბლია ამბობს, ღმერთი შორიდან ხედავს ამაღს, ახლოს არ იკარებს. თამდაბლებთან კი ის იჯდა, ცოდილებთან იესო ჭამდა, სვამდა და ზედმეტი კლიშკა დაარქვეს ცოდილთა და მებაჟე და მეგობარი. Вот так вот. ხო და შეაცდინაევამ და აქ რო ღმერთმა თქვა სიკვდილით მოგდები, მე როცა ვიყავი ურწმუნო, ეხლა მოგიყვებით ერთ ისტორიას. როცა მე ვიყავი ურწმუნო, სიზმარში მეცხადებოდა ანგელოზები, მოინანიეს მეუბნებოდნენ, უფლის მეორედ მოსვლამ ნახე, როცა უთხარი ვინა ხარ შენ, რომელი ხარ, ქრისტე ხარ, ბუდა ხარ, კრიშნა ხარ, ვინა ხარ, იესოს მეორედ მოსვლამ ნახე. ანგელოზები მოდიოდნენ, მოინანიეს მეუბნებოდნენ, აქეთ იქით და მერე ბოლო გაფრთხილება იყო ღმერთის ჩემს მიმართ. ძილში არა, მანამდე სულ სიზმრებში მეცხადებოდა უფალი. მაგრამ ეშმაკმა, იმ ყუდიანმა და იმ სრიალა ამისანა აზრი მომიტანა. შენ იმდენი გაიგონია ალბათ ქრისტე იესო, მე მეზობელი მიქადაგებდა თემური. იმდენი გელაპარაკაო ამ თემური. უკვე თავში აგივარდა იმის ქადაგებები და ამიტომაც გესიზმრებაო. და თითქმის დავიჯერე. და ღმერთმა ხედავდა ეს, ღმერთი ხედავდა რა ილეთი გამიკეთა სატანამ და შახმატი გაუკეთა სატანას. აი როგორ. დილით გავიღეზე ავდექი. რაღაცას ვფიქრობ სულელურს და წაწავედი საით რომ მხარეს და ამ დროს მესმის ხმა მოცლიდან ამყურებიდან შიგნით გარეთ ოთახში მეგონა მეზობლებსაც ესმოდა. იმისანა დიდი ხმა იყო და ასეთი იყო ეს ხმა. ქართულად. თუ არ მოინანიებ, სიკვდილით მოკვდები. ეხოთი იყო ეს ხმა. თუ არ მოინანიებ, სიკვდილით მოკვდები, სიკვდილით მოკვდები, სიკვდილით. მოგლეთ. გაბურზული კნოტებით ვიჯექი, მე ვფიქრ რა იყო დედა ეს. ეს არ იყო სისმარი, ეს არ იყო რაღაც ჩვენება, ხილვა, ეს იყო რეალურად შიგნიდან, გარედან, ყველა მხრიდან გავიგონე ხმა, აი ეს სიტყვები. რაც უფალმა უთხრა მაშინ ადამიანს. სიკვდილით მოკვდები. და მე კი მითხრა უფალმა, თუ არ მოინანიებ, სიკვდილით მოკვდები. მე მაშინ ვერ გავიგე, მაგრამ მივხვდი რომ რაღაც ცუდი რაღაცა მითხრა ღმერთმა. და მას არ უთქვია რომ ეს იყო ბოლო გაფრთხილება, მაგრამ მე შინაგანად 1,000,000% დარწმუნებული ვიყავი რომ ეს იყო ბოლო გაფრთხილება. მეტჯერ ღმერთი ჩემთან არ მოვიდოდა. მე არ ვიცი რატომ მეგონა ასე, რატომ ვიფიქრე და რატომ ვიგრძენი. აი ვიგრძენი შინაგანად 1,000,000%-ით დავწმუნდი. ეს იყო ბოლო. Всё. Finish. Finito, როიციან. და მაშინ მე როდათ გემას წაგვალდი კრებულში და იქ მომცე სახარება, ახალია თქმა, მეორე კვირას მოვინანიე და ასე მიხსნა უფალმა. და იმის შემდეგ მორწმუნე ვარ 1998 წლის სექტემბრიდან. თუ ოქტომბრიდან არ მახსოვს 1998 წლის ოქტომბრიდან. 18 ოქტომბერი. ეხლა მაგალითად ვინც ამ კითხვას სვამს, ეს ნიშნავს რომ მან არის ის იქით ოთახში რა ამბავია, იქით სამყაროში რა ამბავია. აინტერესებს რა არის სიკვდილი. და ზოგს გონია რომ სიკვდილი არის მარტო თვალი დახოჭი და სუნთქვა მიატოვე.
სიკვდილი ეს ნიშნავს, ესე იგი შენ მოშორდის სხეულს. ხო თქვა იაკობმა, როგორც სხეული არისო მკვდარი სულის გარეშე, ესე იგი სული რო ასევე არისო რწმენა, მკვდარი რწმენა საქმეების გარეშე. ესე იგი ჩვენ მივაქცეთ ყურადღება, რომ სიკვდილი ეს არის, როცა სული განშორდება სხეულს. ეს ხორცი მოკვდა. ჩვენი სხეული კვდება, თორე სული კი არ კვდება. სული აგრძელებს თავის არსებობას, მაგრამ სხვა ადგილას. და ეხლა უყურე რას გეტყვით. სიკვდილით მოკვდები აქ ჩართული არის ორი სიკვდილი. სიკვდილით მოკვდებითო უთხრა ღმერთმა ადამს. მეც გავიგონე სიტყვა. სიკვდილით მოკვდე. მე ეს არასოდეს არ გამიგონი ეს ფრაზა საერთოდ. არ წარმიგითხე ჩემ ცხოვრებაში ბიბლია არ ამიღია ხელში. პირიქით გამიგონია ზოგი ამბობდა ეფუთი არის რაღაცა წიგნი, ზოგი არის ბიბლია, თუ იბლია, თუ რა ვიცი რაღაცებს ესმოდა, რომ არსებობს ამისაც წიგნი. მაგრამ ჩემს ხელში არასოდეს არ ყოფილა თორე წავიკითხავდი. даже ახალი აღთქმას არ ჩამვარდნია ხელში. ერთხელ რა ურწმუნოების დროს თბილისში რო ვიცეგი სანატორში, იქ ვიღაცამ ერთ ახალმა იოანეს სახარება მომცა. ხო და ისიც ვერ წავიკითხე და საწყალი მოატყუილი წავიკითხე მეთქი და ისა დაუბრუნე უკან. არ გადამიშლია ის. ესე იგი ჩემთვის იყო უცნობი ეს სიტყვა და საერთოდ ბიბლია. და თუმცა მათ შესწოდეს, და ეს დაარღვიეს ღმერთის მცნობა, მაგრამ მაინც იცხოვრეს 930 წელზე თუ რაღაც 900 თითქმის ინახამ 1000 წელი. შეიძლება იფიქრა ადამ და ევას. მართალი ხო არის რაღაც ის გველი. ღმერთმა თქვა სიკვდილით მოკვდებითო და რა ვიცი, რამდენი 100 წელია რო ცხოვრობ, კი ვარ აგერ. მაგრამ სიკვდილი არ ნიშნავს უყურეთ რას ნიშნავს სიკვდილი. სიცოცხლეს როცა განშორდები, ამას ნიშნავს სიკვდილი. ზუსტი ეს არის სიკვდილი. სიცოცხლე რო დაგტოვებს. და როცა მათ შესწოდეს ღმერთმა უთხრა, მე თქვენ მომწყდებით. და სანამ ისინი შესწოდავდნენ, იქ წერია რომ ღმერთი ყოველ საღამოს მოდიოდა, საღამოს კი არა, საღამო ჟამს. ღამით კი არა, საღამო ჟამს მოდიოდა და ურთიერთობა ჰქონდა, ესაუბრებოდა. კომუნიკაცია, ურთიერთობა ჰქონდათ. აი ეს შეწყდა მერე. ხო განდევნეს სამოთხის ბაღიდან. მათ უკვე არ ჰქონდათ. დაკარგეს ის ღმერთთან ის ურთიერთობა და ფაქტიურად ისინი მოკვდნენ, ფაქტიურად ისინი სიცოცხლეს. იესო მხოლოდ თქვა მე ვარ სიცოცხლე. აი ეს სიცოცხლეს მოაკვდნენ. და მერე ეს სულიერი სიკვდილი მათ თავი გამოყვა მერე რამოდენიმე ასეული წლების შემდეგ, რომელიც მერე ძალიან შეამცირა ღმერთმა. 100 წლამდე და მერე 70-80. და მე არ მინახა ბევრ რაღაცებს შევეხო, მაგრამ ფსალმუნში დავითი 82 ფსალმუნის 42 მუხში ასე ამბობს დავითი. ვინ არის კაცი სიკვდილი არ ეხილოს და გადაირჩინოს თავისი სული ჯოჯოხეთის ხელიდან. არავინ არ არის, ყველა გადის ამ სიკვდილს.
მე წავიკითხავ ადგილებს და ესები ჩქარჩქარა და მე შევაკვარტიზოთ ერთი პატარა აზრი. იოანეს სახარების 5:24-ში წერია. მოდი გავშალოთ. მე ახაც მაგიდა მაქვს, მაგრამ მაინც ვახერხებ. ბლაგადარია ჩემი კნოპკებიანი სახარების დახმარებით 5:24. აგერ არის ეს. ამას იესო ამბობს. ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ. ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემი წარმოგზავნილი სწამს, მას აქვს საუკუნო, ესე იგი მარადიული სიცოცხლე და სასამართლოზე არ მიდის, მაგრამ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა. სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა. რა ხდება სიკვდილის შემდეგ? კითხვა ასეთი. იესოს მორწმუნე ასე ემართება. სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა. ვინც არ ირწმუნა იესო იმას რა ეშველება? სიკვდილიდან სიკვდილში გადავიდა. ამას ქვია ის სიკვდილით მოკვდები. ორი სიკვდილია. და ორ სიკვდილს მე ჩვენ ნახავთ იქ გამოცხადებაში წერია. იესო ამბობს, ჩემს მორწმუნეს, ჩემი მორწმუნეო, ვისაც მე ვწამვარ და ჩემი წარმოგზავნილი მამის, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე. სასამართლოზე არ მიდის, არამედ სიკვდილიდან გადავიდაო სიცოცხლეში. შემდეგ რომაელთა 6:23. მოგეშინიათ 6:23. ხო იცით მე კონკრეტული სახე ვიკვეხნი ახლა კონკრეტული სახარება მაგას 6:23. აქ წერია ასეთი რაღაცა. ვინაიდან ცოდვის საზღაური ფასი ყველაფერს თავისი ფასი აქვს. კაცი რაღაცას ცოდვას რო აკეთებს, ან და სიკეთეს რო აკეთებს, ის ისე არ მიდის. ის კი რა იესომ ყოველი სიტყვისათვის ჩააბარებთ ანგარეს. და აქ წერია რომ ცოდვის საფასური სიკვდილია. ცოდის ნაყოფი. ცოდვას მოსდევს სიკვდილი. ცოდვის საზღაური სიკვდილი ამბობს პავლე. ხოლო ღმერთის მადლის ნიჭი, ესე იგი ღვთისაჩუქარი. მარადეული სიცოცხლე. ჩვენს უფალში, მხოლოდ უფალში, არც ბუდაში, არც კრიშნაში, არც ალლაჰში და მაგამედში. ზოგიერთები რომ ამბობენ ერთი ღმერთი მაგამედი და ალლაჰი. ამისანაირად სკოლსკი მხადაგებლებს ნუსმენთ. მხოლოდ ქრისტეში მარადეული სიცოცხლე ჩვენს უფალ ქრისტე იესოში. და მერე პავლე ამბობს რომ თუ აქ არ მეწერია, ასეთი რაღაცა წერია იქ. ცოდვის საზღაური სიკვდილი არის და ყველამ შესოდაო. ყველამ შესოდა. როცა ადამა და ევამ შესოდა, ჩვენ მან ის უკვე გაფუჭებული მანქანა იყო და გაფუჭებულმა მანქანმა გაფუჭებული პროდუქტები დაარიგა, დაბადა. ცოდვიანმა ცოდვილები დაბადა. არავინ არ იყო იქ მართალი. წერია ბიბლიაში. ყველამ შესოდა და მოაკვდაო ღმერთის დიდებას. ზო. სე პადგრიხომ, ასე წერია. არაფერი არ გშველოდა იესო ქრისტეს მეტი. რომელმაც აიღო თავისი ცოდვები, და ეს ჩვენი ცოდვები აიღო თავის თავზე, ჩვენი ავადმყოფობა აიღო თავის თავზე და თვითონ მოკვდა ჩვენთვის. ის ძალიან წმინდა იყო, სუფთა იყო, მამასთან იყო თავის ასოფებელში. მაგრამ ის მოვიდა ჩვენთვის.
რომ შენ და მე გადარჩენილიყავით, რომ მისადმი რწმენით გადასულიყავით სიკვდილიდან სიცოცხლეში, როგორც იგი ამბობს, სიბნელი სამეფოდან აგვიყვანა და გადაგვიყვანაო სინათლის სამეფოში. ამიტომ უნდა თუ ვინმეს გასახარებელი და სამხიარულო აქვს, ეს შენ გაქვს და მე, ვისაც ქრისტე წამს. ვისაც არ გწამს, არ დაელოდოთ, სასწრაფოდ გააკეთეთ ეს ამბავი. არ დაელოდოთ ერთი წამის. მოძებნეთ სადმე პატარა ოთახი, მინდორი, კაცი რო არ არის ეს ადგილი თავისუფლად რო იყო, დაიჩოქეთ, უთხარით, უფალო იესო. მიშველი მაბადიე. ვისაც ეს შეიგნებს, იცი რას იფიქრებს? ეგ სულ არ გავზელი გას ამ საღამომდე. ღმერთო დამოჩა, ეგ მაგ ადამიანჯახე, ეგ მდენმა დამარტყა, ეგ გული გამიჩერდა. მოსვლი ერთხელ ამისანა თუ იცით ამისანა ქადაგებელი იყო, მე აქ წამოვიდა ინგლისში, ვალერი ბარინო. ის ამოწმებს თავის ქადაგებაში, რომ გავიგეო თავის ბებიამ თუ ბიცომ თუ ვიღაცამ რო ელაპარაკა ღმერთზე, იფიქრაო თითო ეგებს სულ ერთი წუთის კიდე შემეშინდა, ეგებ ერთი წუთის მერე სულ ხლად მოკდეო და იმ წამს ეხლა უთხრა და იქვე მოინანია. რატომ? იმიტომ რომ იმან გაიგო რომ თუ მოუნანიებელი მოკდებოდა, იგი სამუდამოდ დაიღუპებოდა და მეგობრებო, ახლობლებო, უცნობებო, ნაცნობებო, ჩვენ ცოტა მაინც წარმოვიდგინოთ რა არის ის ადგილი, სადაც დრო არ არის. დაუშვათ და ყოფილა მის ამ შემთხვევაში შენ ცხოვრებაში აეროპორტში ხარ, მატარებლის სადგურზე ხარ. ის შეგიძლია ყავას დალიო, წამოწვე, ჩამოждე, ჩამოთლიმო, ფეხებზე გადაიდო, ადგე გაიარო გამოსცენა და დავიღალი კაცო, რამდენი უნდა ველოდო, სადაა ჩემი მატარებელი, სადაა ჩემი თვითმფრინავი. დედა რა მიშველება მეორე დილამდე აქ უნდა ვიყო. და როგორ გაწვალებული და მე ამბობ თელი დღე. როგორ გავწვალდი, თელი ღამე, ანდა ამდენი საათი ველოდებოდი ჩემს მატარებელს, ანდა მეორე თვითმფრინავს. რა საშინელი ამბავი გადაიდა. საშინელი ეს არ არის. ანდა ვიღაცა ზის ციხეში, კარსერში სადღაც იგი, ბურში და 5 წელი აქვს, 10 წელი აქვს. ელოდება ის გას. ეს არა იქ. იქ ვინც ჯოჯოხეთია, თუმცა ეს არ არის ის საბოლოო ადგილი. ჯოჯოხეთი და სიკვდილი გადაგდებული იყო ცეცხლის ტბაში. ეს არის ჯოჯოხეთი არის მოსაცდელი ადგილი. სადაც კიდევ ტანჯვა არის, ვინც ის რამდენი საუკუნეები და რამდენი ხანი ზის ვიღაცა იქ ელოდება სასამართლოს, რომელიც გამართლება დაჟე ადვოკატი არ აკავს. იესო არ ყავს ადვოკატი. უარესი სასჯელის მოლოდინში არის. და მე გასწავლებთ და იქ რაც ღმერთმა გაუმზადა ეშმაკებს და ბოროტსულებს, იქ მიდის ყველა, ვინც ფეხი დააბიჯა უარყო და არ მიიღო ღმერთის გაწოდილი ხელი. საშინელი კაცმა რო წარმოიდგინოს. იქ დრო არ არის. იქ ისი რა არის? ვიღაცას თუ კვილი ტკივა. დილამდე ელოდება, წავალ ექიმთან და ამოვიგდებ. მე ხო ვიცი კაცო, კვილის ტკივილების ის გადავიტანე, ისა სერიალები. ანდა სულ მთელი ცხოვრება თირნების ტკივილი. კაც რო ტკივა იმედი აქვს. ახლა წამას დავლე და 5-10 წუთში გამივიდეს. რო კნესი,
შენ იმედი გაქვს ან ექიმი დაგეხმარება ან წამალი იმოქმედებს თუმცა ტკივა მაგრამ ელოდები იმ 10 წუთს 15 წუთს 1 საათს დილას რომ ექიმი ამოგიგდებს კბილს მაგრამ აქ იმედი არ არის აქ უიმედობაში ზის კაცი ამისთანა კაცმა რომ დაფიქრდეს სირბილით კინწის ყრით დაიწყებს მონანიებას გაიქცევა სადმე ჩამოიხევს ყველაფერს და დაიწყებს ბღავლას ღმერთ მაპატიე ვინანიებ ჩემს უფლად გახსენებ ღებულო მიშველე და ლოცვის შემდეგ ალბათ ხმას არ ექნება თუ დაინახა ვინც ვერ ხედავს აშინებენ ერთმანეთს და კაი იცოდე რომ ყველა გაივლის ამას ვინ ნახეს შენ ვინც არ მოკვდა ვინ ნახეს შენ 120 წლის კაცი რომ იყოს მაინც ყუბოში მოუწევს ჩასვლა ეს მის ხორცს და მისი სული ეს უკვე მეორე საკითხია თავარი ოკეი კაი გადავედინე თემიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია ხოლო ღვთის მადლი მარადივლის სიცოცხლე კაი ადგილია ერთი პირველი კორინთელთან 15 თავის 21 მუხლი რა საინტერესო რაღაცია 15-ის 21 ვინაიდან როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი ასევე კაცის მიერ ყდრეთით აღდგომას ვინაიდან როგორც ადამიანში კვდება ყველა ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში თითეული თავისი წესით პირველად პირებშო ქრისტე ხოლო ჩვენ შემდეგ ქრისტესნი მისი მოსვლისას და შემდეგ 26 მუხლი ხოლო უკანასკნელი მტერი მოისპობა ვინა ეს სიკვდილი უკანასკნელი მტერი ეხლა იგივე თავის პირველი კორინთელთა 14-ის 50 აი მე საიდუმლოს გეუბნებით ყველანი არ განიცვენებთ ეს არ მოკვდებით მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში თვალის ახამხამებაზე უკანასკნელი ბუკისას დაჰკრავს ბუქს და მკვდრები აღდგებიან უხსნელად ხოლო ჩვენ შევიცვლებით ეს ხრწნადი უხსნელობით უნდა შეიმოსოს და მოკვდავი უკვდავებით შეიმოსოს ხოლო როცა ეს ხრწნადი და უხსნელობით ეს ხრწნადიო უხსნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი უკვდავებით შეიმოსება მაშინ ახდება დაწერილი სიტყვა რა სიკვდილი შთაინთქა გამარჯვებით და სულიწმინდა ამბობს სად არის სიკვდილო შენი ნესტარი სად არის ჯოჯოხეთო შენი გამარჯვება სიკვდილის ნესტარია ცოდვა ცოდვის გამო ხომ მოხდა პირველი ხოლო ცოდვის ძალა არის რჯული მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ უკანასკნელი მტერი ეს არის სიკვდილი მეგრულად ღურა დოღურა აი ეს მტერი მოისპობა როცა იესო მოვა და საერთოდ ქრისტეს მორწმუნე უკვე გამარჯვებულია იქ წერია რომ მისი მორწმუნე სიკვდილიდან გადავიდა სიცოცხლეში უკვე ვსა ქრისტეს მორწმუნეს არ ემუქნება მეორე სიკვდილი და ძალიან კაი ადგილს ავიკითხავ ახლა ებრაელთა 2:9 მე ვიცი რომ მორწმუნეებს არ ისა აირყენ აუ ახლა კიდე წაიკითხავს რაღაცას
პირიქით მორწმუნე ის რას გააკეთებს ნიამ რას სიტყვის და რას როგორ კამფეტებს გადმოაგდებს ერთიდან ძლებს ებრაელთა 2:14 თუ არა 2:9 როგორ დაწერია მაგრამ ხედავთ რომ სიკვდილის განცდით დიდები და პატევი დაგვერგვინებულია იესო რომელიც მცირეც იყო დამცირებული ანგელოსა წინაშე რათა მას ღმერთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის ჩვენი გულისთვის აი მე უნდა რომ მეგემა ის თვითონ იგემა რა იყო ეს ღმერთთან განშორება ეს არის სიკვდილი და ამისი ტანჯების კი არის შინა და იესოს ლოცულობდა ამაც წინი ესასმესი იესო იმიტომ ლოცულობდა ამაც წინი რომ ღმერთთან იცოდა თავის მამასთან მარადიულობაში რომ არ განეცადა არასოდეს ის უნდა განეცადა ღმერთთან განშორება და იქ წერია მერე დაიძახა იესო ჯვარს მამაო რად მიმატოვე და მეცნიერები რა ვიცი ასე ამბობენ ამტკიცებენ რომ იესოს იმპაქტი მიიღო გული გაუსწრა იქ უცბად რომ მოკვდა ვერ გაუძლო იესოს გულმა და მერე რომ გასინჯეს რომ მიარტყეს შუბი მკვდარია თუ არა და გაუკვირდათ რატომ მოკვდა ასე ადრე სხვები ყაჩაღები ისე იყვნენ ასე არასოდეს არ გდებოდა კაცი მაგრამ როცა იესო მიგემა რომ მამა მიატოვა მე არ ვიცი ზუსტი მაგრამ ამბობენ ქრისტიანული მეცნიერები ამტკიცებენ რომ იესო მიიღო იმპაქტი და გული გაუსწრდა სულ არა გამორიცხული ვერ გაუძლო იესოს სხეულმა გულმა ჩვენს მაგივრად უყურეთ ეგემა სიკვდილი ჩვენს მაგივრად ეს ერთი უგასრავად და მოუხერხებლად ვარ აქ არც მაგიდანაც არც ის შემდეგ ებრაელთა 2:14 რამდენადაც ბავშვები სისხლის და ხორცის მოზიარენი არიან მანაც ეს იესოა იესომაც მიიღო იგივე სისხლი და ხორცი რათა სიკვდილით გააქროს ვისაც სიკვდილის ძლიერება აქვს ესე იგი ეშმაკი სიკვდილით დაამარცხა სიკვდილი ვისაც სიკვდილის ძლიერება გააჩნდა ეს იყო სატანა და ეთუს მოხლი და განთავისუფლოს ისინი რომლებიც სიკვდილის შიშით მოგდები არ მოგდები ხარ მოგდები ვირამე შვილება განთავისუფლოს ისინი რომლებიც სიკვდილის შიშით თელი სიცოცხლე მონობაში იყვნენ რაქნა უფალმა ჩვენთვის ეხლა კიდე ერთი ადგილი ებრაელთა წერილიდან 9 ებრაელთა 9:27 ებრაელთა მე-9 თავის 27 მუხლი როგორც ადამიანებს დაუწესა ერთხელ სიკვდილი და შემდეგ გასამართლება ასევე ქრისტეს ერთხელ შესწირა თავი რომ აღეხოცა მრავალთ ესე იგი წაეღო მრავალთა ცოდვა მეორეჯერ გამოჩნდება არა ცოდების გასაწმენდად არამედ მის მომლოდინელთა გადასარჩენად დაუწესა ერთხელ სიკვდილი შემდეგ გასამართლება ზოგიერთ ურწმუნოს ასე ფიქრობს მოკვდები და დამთავრდა კინო აბა სიკვდილი და შემდეგ
სასამართლო. ერთხელ გამახსენდა ხა ერთი ლექტორი, კარგი ლექტორი იყო ვიღაცა, სტუდენტები უკვე ამთავრებენ კურსს, უკვე ბოლო გაკვეთილია ამ საყვარელი ლექტორის და გამოსამშვიდებლად დაждენ ბოლო ის არის ბოლო გაკვეთილი და ერთმანეთს გაკვეთილი კი არა ვაი გახსენება რაღაცა სიყვარული დამშვიდობება ეს ის მასწავლებელი რა კაი მასწავლებელი იყავი მასწავლებელო ასე გვასწავლიდო ყოველთვის კარგად მე ეს მასწავლებელი თქვენც ასეთ საყვარლები იყავით თუმცა ბევრი მაწვალეთ ეს ის და ამისანა სტილში მიდის და ბოლოს ეს ლექტორი ეუბნება თავის სტუდენტებს ეხლა ერთ შეკითხვას გეტყვითო და ხა გახვალთ თქვენ ამ კაბინეტიდან და ჩვენ აღარასოდეს ერთმანეთს არ ვნახავთ მაგრამ ერთ რაღაცას დაგიტოვებთ რომელიც ყოველთვის გაგახსენებათო და ერთი შეკითხვა მაქვს თქვენს მიმართ რა ეხლა რომ დაამთავრებთო თქვენ всё წახვალთ მე რა იქნება რას გააკეთებთ ერთადან ადგდა თქვა კარგ სამსახურს ვიშოვი კაიფული მექნება და ასე შემდეგ მეორე თქვა კი კარგ სამსახურს ვიშოვი ცოლს მოვიყვან მერეო ცოლს მოვიყვანა დამოჯახდები ეს აგზელებს ეს მასალები მერე ბავშვები მეყოლებაო გავზრდიო ხო და ისინი გაიზრდებიანო და მე წავალო პენსიაში მერე ყველა ასე ფიქრობს და ასე ლაპარაკობენ ყველას პასუხი ერთი და იგივეა მერე რა და ბავშვები უკვე დიდები იქნებიან ისინი ისწავლიან მე მომივლიან მოხოცებლობაში და ტყუილად გავატარებოთ ჩემს სიბერეს მერე როგორც ყველა მასწავლებელო მოვა ალბათ ჩემი დროს და დამარხავენ ალბათ კარგად იტირებენ ლამაზი კუბო კაი რაღაცა იქ მარმარილოს იმას დამიწერენ რაღაცებს და რაღაცებს გზავენ აქ საბრე ყველა როგორც ხდება ასე ლაპარაკობენ დამარხავენ და ყველაზე გასაკვირად მასწავლებელმა ლექტორმა გააგრძელა მერეო ყველან გაიგრძელა მერეო მასწავლებელო კაპუტ მოგდები და მიწას გაასწარებენ იქ და ყვავილებს დაგეყრიან იქ მერეო ბავშვებო მერეო მასწავლებელო და იმასვება მოიხსნა სათვალე და თქვა აპატომ სუდ მერეო სასამართლო იქნება ბავშვებო მერე არისო ის რას არის უთხრა სიკვდილით არ ვთავრდება ცხოვრება სიკვდილამდე კი იცით ყველაფერი მაგრამ თქვენ მერე არიცითო მერე არისო სუდ ბოჟი ღვთის სასამართლო ამიტომ ირწმუნეთ იესო და მე მგონი თუ არ ცდები გუქადაგა იესო ბავშვებს და ასე წავედნენ ის სტუდენტები გაიგეს რომ თურმე სიკვდილით არ ვთავრდება ასე რომ ჩვენს არ ვთავრდება სიკვდილით არაფერი აგერ წერია ერთხელ სიკვდილი და აგზელებს რა კაცო და და აპატომ სუდ მერე სასამართლო всё რამოდენიმე მოხლი გამოცხადების 1-8 ნგეშინია ბამთავრებ იესო ამბობს მე ვარ ალფა და ომეგა ამბობს უფალი ღმერთი ის ვინც იყო არის და მოდის ყოვლის მკვლელი 2:11 ეხლა რა გამოცხადების 2:11 ვისაც აქვს ყური ისმინოს რა რეგაცეს რაღაც შემიშალა მე მგონი sorry არა sorry ვისაც ყური აქვს ისმინოს რას ეუბნება სული წმინდა ეკლესიებს ვინც გაიმარჯვებს სიანს არ განიცდის მეორე სიკვდილით
რასიღეთ მეორე სიკვდილი. გამიგონია ერთი სიკვდილი. მოგდა და კუბოში. მეორე სიკვდილი კიდევ. ერთი სიკვდილია როცა ხორციდან გამოდის კაცი, ხორცს ტოვებს. მეორე სიკვდილი იქ დავიგიხართ ბოლოში. მოიცადეთ. დავიღალე რაღაც, არ ვიცი ვარ კარგად. მეორე სიკვდილი. ვინც გაიმარჯვებს, ეს ეუბნება მორწმუნეებს. ვინც გაიმარჯვებს, ზიანს არ განიცდის მეორე სიკვდილით. ერთი მუხლი. გამოცხადებს 6:8. ეხლავე შემხედე და აი მკრთალი მწვანე ცხენი. მასზე მჯდომარე, რომლის სახელია სიკვდილი. სიკვდილი ეს პიროვნებაა. ჯოჯოხეთი მოყვებოდა მას და მას მიცემული ჰქონდა ძალაუფლება დედამიწის მეოთხე ნაწილზე და დაეხოცათ მახვილი და შიმშილით, ჭირით და დედამიწის ხესებით. და ეს მკრთალი მწვანე ცხენი და ზეზე მჯდომარე, რომლის სახელია სიკვდილი. ჯოჯოხეთი მას მოყვებოდა. მე არ გავაკეთებ აქ ინტერპრეტაციას, მე ვკითხულობ. გამოცხადების 20:14. ხედავ როგორ თავდება გამოცხადების მე ხო რა წიგნი გეშინიათ. 20:14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი. ცეცხლის ტბა. ეს არის მეორე სიკვდილი. ერთი სიკვდილი კაცი რო გდება. ეს ერთი, ეს არა თავი. საშინელი მეორე სიკვდილი. გახსოვთ რა უთხრა ადამიანს? არ შეჭამოთ თორე სიკვდილით მოკვდებით. ორი სიკვდილი იყო, მას არ ვიქნა მოკვდებით. მამოთხრა სიკვდილით მოკვდებით. მე რა მითხრა უფალმა? თუ არ მოინანიებს სიკვდილით მოკვდები. აქ წერია, ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა. მე გავაგზელებ. ვინც არ იპოვებოდა ჩაწერილი სიცოცხლის წინგში, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული. ესე იგი, მეორე სიკვდილს განეცდიდეს იქნება ყოველთვის. და როგორ უნდა ჩაიწეროს კაცის სიცოცხლის წინგში? უნდა მიიღოს იესო, უნდა მოინანიოს, უნდა ირწმუნოს. და 21-ის მეოთხე მუხლია თავდება. ღმერთი მოსმენს ყოველგვარ ცრემლს მათი თვალებიდან, ვინც მასთან იქნება, ვინც მან მიიღო იესო მხსნელად. მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება, ტკივილი აღარ იქნება, ვინაიდან პირველმა გადაიარეს. და თქვაო ტახტზე მჯდომარე, აი ვქნი ყოველივე ახალს. Все новое. Старое ушло, теперь все новое. ასე რომ 21-ი დასკნა, ხა მერვე. და მერვე მუხლი. გავაგზელებ. მეექვსე. მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული, ეს იესოა. მე მივცემ წყურვალს. მსმენელო, ხარ მწყურვალი? მივცემ წყურვალს უსასყიდლოდ, სიცოცხლის წყლის წყაროსაგან. ვინც გაიმარჯვებს, დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის ძე. ხოლო შიშრების, ურწმუნოების, შებილწულების, კვლელების, მეზავეების, გრძნეულების, ჯადოქრები აბრადაგადაბრა, კერთაყვანისმცემლების, ძალიან კარგად ის ვინ არიან, ყველა ცრუს მატყუარას. მათი ხვედრი, ესე ბედი, ხვედრი, ადგილი, ტბაშია. ნუ გაიხარდებათ, ნუ გონია კაი ტბა. ტბაშია, რომელი ტბა ეს, რომელიც იწვის ცეცხლით და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია. ასე რომ, დამთავრებენ. რა ხდება სიკვდილის შემდეგ და ეს არ არის შენ მხედველობაში გას ხორცელის სიკვდილი. ხორცელის სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული მიდის
თუ მორწმუნეა, ის უკვე გადასულია სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავა. როგორ წერია იქ იესომ თქვა და მოკვდა ლაზარე და ანგელოზე მას წაიყვანეს ა ブラ ამის წიაღში, სამოთხეში. მოკვდა მდიდარი ურწმუნო, რომელსაც მონანიებული არ ქონდა. მოკვდა მოუნანიებლად და რა თვალები გაახელა უკვე ჯოჯოხეთში. ეს ხდება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ არის კიდე მეორე სიკვდილი, რომელსაც ბოლო არ აქვს. ამიტომაც ღმერთმა გამოგუგიწოდა ხელი და ვისაც არ აქვს მონანიებული, შურუიდე, ირბინეთ, თავქუდ მოგლეჯილი გაიქეცით მოსანანიებლად. მორწმუნეები მოძებნეთ სადღაც, ევანგელისტები, ვინ სახარებისეული არიან, თუნდაც თუ გეშინია მათი კიდე წადი ოთახში. ხო თქვა იესო, როცა ლოცულობს შედი ჩემს ოთახში. მოძებნე ადგილი, ოთახი, სადმე ყანა, ქუჩა, რა ვიცი, თუნდაც სადმე აძვერი კრიშაზე. უთხარი ღმერთო, ცოდვილი ვარ, მაპატიე, ვინანიებ. შენ აირე ყველა ჩემი ცოდვები, შენ მოკვდი ჩემთვის. გავიგე უფალო, შენ ჩემთვის მოკვდი. ჩემთვის ეტანჩე. წამს რომ შენ აღდექი მკვდრეთით მესამე დღეს. შემოდი ჩემს გულში, ჩემს ცხოვრებაში, გამიკეთე რამე, მიშველე. კაცი რო წყალში იძირება, როცა იყვირის მიშველეო, იქ ვინც თუ მე გაიგონებს, ეგრევე უშველიან. მით უმეტეს ღმერთი, თუ ღმერთს შეხვირებ, მიშველე უფალო. ვინანიებ ჩემს ცხოვრებას, ჩემს ცოდვებს, დამეხმარე უფალო იესო და დააღე შენი ეს პირი. ხომ გიყვირია, ხომ გილანძღია ვიღაცა, ხომ შეგიგინებია. ხომ გიყვირია დიდი ხმით გოლ, აი ამ ხმით დაუძახე ღმერთს, მიშველე უფალო, იმიტომ რომ იმისთანა რაღაცა ელოდება, ვისაც იესო არ სწამს, წარმოუდგენელია, ენით კაცი ვერ გადმოგცემს, ეს მხოლოდ ადამიანმა უნდა ნახოს სულში, უნდა ნახოს რაღაცნაირად რა საშინელება ელოდება ყოველ ურწმუნოს. იქ წერია, ვისი სახელის არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წინგში, ცეცხლის ტბაში იქნაო გადაგდებული. ამის გამო გთხოვ მეგობარო, გაიქეცი, ჩაიხუტე შენს ხსნელს, ხელი აქვს გაწდილი და ხელი გაუწინე შენს. და როცა ხელს გაუწდენ და ხელს ჩაკიდებ შენ იესო, ასე სიტყვებს ამბობს, ჩემი ხელიდან მერე ვერავინ, ვერ სეშმაკი, ვერ სიკვდილი, ვერ წამგლეს მე და გამარჯვებული იქნები. გისურვებ კურთხევებს, გამარჯვებას და უფალთან ერთად ყოფნას. სიკვდილი გაიმარჯვა. სიკვდილი დამარცხდა. იესომ გაიმარჯვა სიკვდილზე. ამიტომ შენს იმ ჩემპიონთან უნდა იყო, ვინც გაიმარჯვა სიკვდილზე. და შენც მასთან ერთად იქნები. დიდება უფალა იესო, რომ შენ დაამარცხე სიკვდილი, ეშმაკი, შენ დაამარცხე ბოროტი და შენი ყოველი მორწმუნე, ვინც გირწმუნა, სიკვდილიდან გადავიდა უკვე სიცოცხლეში. მადლობა უფალო იესო. მადლობას გწირავ შენს ერთთან ერთად მეც. მამაო, შენი საყვარელი ძის იესო ქრისტეს სახელით, შენი წმინდა სულის ძალით და მოქმედებით. გთხოვ უფალო, დაეხმარე ყველას, ვისაც იესო არ აქვს მიღებული, რომ გადარჩნენ მეორე სიკვდილისაგან. იესო ქრისტეს სახელით ყველა ჩემთან ერთად ვთქვით ამინ. აბა კარგად. მომავალ შეხვედრა.